ვიქტორია ბექემი იმ ქალბატონთა რიცხვში შედის, რომლებიც ოჯახური ცხოვრების ძალიან დიდ ნაწილს ორსულ მდგომარეობაში ატარებენ. Როგორც ამბობენ, ვიქტორია კიდევ ერთ ჩვილს ელოდება. Რამდენი შეიძლება ეს კითხვა ჩვენს გვაწუხებს, მაგრამ ამაზე პასუხი არ არსებობს. ალბათ ბექსი და მისი მეუღლე იმ მოსაზრებას იზიარებენ, რომ იმდენი რამდენსაც ღმერთი მისცემთ. უკვე 4 შვილის დედის მორიგ ფეხმძიმობაზე ჭორები სულ ახლახან გავრცელდა. მეგობრების კითხვაზე შემთხვევით ოჯახში მატებას ხომარელიან მომღერალმა და დიზაინერმა უბრალოდ ეშმაკურად გაიღიმა. ამან კი ხმებს საფუძველი გაუმყარა. ვიქტორია ბოლო პერიოდია არ ეკარება ალკოჰოლს. ცდილობს რაც შეიძლება ჯანსაღი საკვები მიიღოს. მთელი საზაფხულო ლონდონური ოლიმპიადის განმავლობაში ის სასმელს არც კი მიჰკარებია. გარდა ამისა, სულ რამდენიმე დღეა ამერიკულ მედიაში დევიდ ბექემის ძველი ინტერვიუ ამოქეკეს, რომელშიც ბრიტანელი ვარსკვლავი ამბობს, რომ მისი და ვიკის ოცნება დიდი ოჯახი იყო. თუკი ამისი საშუალება გვექნება, რატომაც არა. ვიქტორიამ და დევიდმა ოჯახი ჯერ კიდევ შორეულ 1999-ში შექმნეს. ამავე წელს მათ პირველი ვაჟი ბრუკლინ ჯოზეფი შეეძინათ. მეორე ბიჭი ვარსკვლავურ ოჯახში 2002 წელს გაჩნდა. რომეოს კი 2005-ში კრუზი მიჰყვა. წყვილს პირველი ქალიშვილი 2011 წლის ზაფხულში ეყოლა. ჰარპერ სევენმა მშობლების დიდი ხნის ოცნება აასრულა. დევიდი და მისი მეუღლე როგორც იქნა გოგონას დედმამა გახდნენ. ჰარპერი რამდენიმე თვის განმავლობაში სამყაროში ყველაზე პოპულარული ბავშვი იყო. თუმცა ეს მანამ სანამ ქვეყანას ჯეიზისა და ბიონსეს Blue Ivy მოევლინებოდა. რამდენად ახლოსაა რეალობასთან 38 წლის ფეშენ დიზაინერის რიგით მეხუთე ორსულობა, ამაზე მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეგვიძლია. მართალია ვიკის დღიური რაციონი და მისი ქცევები თითქოს ყველაფერს ნათელს ფენს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ქალი ალკოჰოლის დიდი სიყვარულით და არაჯანსაღი კვებისაკენ მიდრეკილებით არასოდეს გამოირჩეოდა. ასე რომ ეს ფაქტორები მისი ფეხმძიმობის უეჭველ დამადასტურებლად არ გამოდგება. თუმცა თუკი ვიკისა და დევიდის ტემპებით და ბავშვების სიყვარულით ვიმსჯელებთ, რატომაც არა, განა რა უდგას წინ ოჯახში კიდევ ერთი პატარას შემატებას. მით უმეტეს რომ ყოფილი Spice Girls-ელი ფორმაში ჩადგომას საკმაოდ მალე ახერხებს და 4 შვილის მიუხედავად ახლაც იდეალურად გამოიყურება. მაგრამ ამ შემთხვევაში ერთი დიდი კითხვა იბადება. მაინც როდის აპირებს ვიკი თავის ჰობის, ანუ ბავშვების დაჩენას შეეშვას? კიმ კარდაშიანის გემოვნებას შეგვიძლია სრულიად საფუძვლიანი და მოზრდილი კითხვის ნიშანი დაუსვათ. სამაგიეროდ მისი ფორმები და სექსუალური მკერდი თუ უკანალი კითხვის ნიშნის გარეშეა. აქვს ქალს და ვერ დაუკარგავ. აქვს და თანაც მათი დემონსტრირებაც მოსწონს. ამჟამად მთელი დასავლური შოუ-ბიზი ჰელოუინისათვის კოსტიუმების შერჩევაშია გართული. მათ შორისაა კიმიც, რომელმაც ჯერ ვერ გადაწყვიტა კატის ფორმა მოირგოს თუ რაიმე სხვა. კარდაშიანი ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ მაღაზიას ეწვია და ფოტოს გადაიღო, რომელშიც ერთობ გულახდილ დეკოლტეიანი კაბა აცრია. კუდი კი ხელში უჭირავს. კოსტიუმი ვის რაში აინტერესებს? სურათში ყველაზე საინტერესოდ რეალიტი შოუს წამყვანის ბარაქიანი მკერდი მოჩანს. უკანა ფონზე კი კიდევ ერთი კაბაა. როგორც ჩანს, კენია უესტის საყვარელ ქალს არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია. კიმის ჩაცმულობა ხშირად მოხვედრილა მოდის კრიტიკოსთა ყბაში. ქალს პირველ რიგში იმაში ადანაშაულებენ, რომ ზედმეტად ვულგარულად უსვამს ხაზს თავის გამომწვევ ფორმებს. გარდა ამისა, მოიგოჭლებს სამოსისა და ფეხსაცმლის შეხამებაშიც. კიმის საყვარელ ფერთა გამას შავი და თეთრი წარმოადგენს. თუკი ერთ წვეულებაზე ტელესახე შედარებით ნაკლებად ვულგარულია და შავი ზოლებით ფარავს მომატებულ კილოგრამებს, მეორე ივენზე ყველას თვალში ხვდება მისი შოკის მომგვრელი დეკოლტე. დიახ, ამ დეკოლტეს სწორედაც რომ შოკის მომგვრელი ეთქმის და არა რაიმე სხვა. უგემოვნოს დავარქმევთ თუ საოცარს, ფაქტია, კიმის ფანებისათვის ის მაინც სექსუალობისა და მიმზიდველობის ეტალონია. კიმის პერსონალურ ბლოგზე ფოტოს გამოჩენისთანავე ქალბატონს ფანებმა 1000 საქებარი სიტყვა გაუგზავნეს და კრიტიკოსთა მწარე შეფასებებით წამში გადაფარეს. სკარლეტ იოჰანსონი კვლავ მარტო დარჩა და სასურველ სარძლოთა სიაში კუთვნილი ბრწყინვალე ადგილი დაიბრუნა. მისი და ნეიტ ნეილორის ურთიერთობა სულ რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ჰოლივუდელი ვარსკვლავი და სარეკლამო აგენტი დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ. მათ რომანს საკმაოდ მშვიდი სახე ჰქონდა და წყვილიც პაპარაცებისა თუ ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში იშვიათად ხვდებოდა. ურთიერთობის საწყის ეტაპზე სკარლეტი ნეიტის უბრალოებით იყო აღფრთოვანებული. ქალს როგორც ჩანს, ისეთ ადამიანთან ურთიერთობა ენატრებოდა, რომელიც ჰოლივუდურ საზოგადოებაში არ იყო გარეული. ნეიტთან ურთიერთობა ძალიან უცნაურია, თუმცა მაინც მომწონს, ამბობდა სკარლეტი. იოჰანსონი ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ გოგონად დასახელებული მსახიობი, როგორც ჩანს, დაიღალა ჰოლივუდური სტანდარტებისათვის ერთობ უცნაური ურთიერთობით და რომანს წერტილი დაუსვა.
რობერტ პატინსონი და კრისტენ სტიუარტი ხმაურიანი დაშორებისა და ასევე ხმაურიანი შერიგების შემდეგ ერთად პირველად რამდენიმე საათის წინ ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ბარში გამოჩნდნენ. ეს პირველი პაპარაცული ფოტოა, რომელშიც წყვილი ერთადაა დაფიქსირებული შერიგების მერე. კრისტენმა მეგობარი მამაკაცისგან პატიება სულ რამდენიმე კვირის წინ მიიღო. რობერტს ძალიან გაუჭირდა საყვარელი ქალის ღალატის სატანა, თუმცა საბოლოოდ თავმოყვარეობას ძლია და კრისტენის თხოვნაზე ურთიერთობის თავიდან დაწყება ეცადათ დათანხმდა. ტაბლოიდებში იმასაც ამბობენ, რომ ყველაფერი სტიუარტის მამის დამსახურებაა. ის თურმე იმდენად დატანჯულა შვილის დეპრესიის ყურებით, რომ თავად მისულა რობერტსთან და პატიება უთხოვია. კრისტენმა და რობერტმა ურთიერთობა როგორც კი აღადგინეს, ყვითელი ჟურნალისტები სულ მალე მათ ქორწილსაც კი წინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მოსალოდნელ ცერემონიალზე არაფერია ცნობილი. სხვათა შორის იმ საკითხსაც აქტიურად განიხილავენ, რომ პატინსონისა და სტიუარტის შერიგება ბინდის საგის ბოლო სერიის წინ აგორებული კარგად დაგეგმილი PR კამპანიაა, რომელიც ფილმის პრემიერის შემდეგ დასრულდება. ვისაც ჯერ არ გაგიგიათ, შეგახსენებთ, რომ Twilight-ის ორმა ვარსკვლავმა ურთიერთობა მას მერე გაწყვიტა, რაც გაირკვა, რომ ბელას როლის შემსრულებელი ბოიფრენდს ფიფქია და მონადირეების რეჟისორთან, რუპერტ სანდერსთან ღალატობდა. კრისტენმა ბოდიში საჯაროდ მოიხადა, თუმცა პატინსონს საპატიებლად რამდენიმე თვე დასჭირდა. შანელი და ბრედ პიტი, ეს ორი სახელი სრულიად საკმარისია, რომ ნებისმიერ ქალბატონში წნევის ცვალებადობა და ბედნიერების ღიმილი გამოიწვიო. მით უმეტეს თუ მათ ერთმანეთთან დააკავშირებ. ჰოლივუდელი სტარი ბრედ პიტი შანელი ნომერი 5-ის სარეკლამო რგოლში გადაიღეს. ვიდეო მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სრულიად საკმარისია პიტის დონის მსახიობი რეკლამაზე დაითანხმო, ამის შემდეგ ყოველგვარი სპეცეფექტი ზედმეტია. ქალბატონებისათვის ყველაზე ძვირფასი ნივთის უნამოა, შანელი ნომერი 5 კი ლამაზი გრძნობებისა და ემოციებისთვისაა შექმნილი, განაცხადა ბრედმა. ეს მოგზაურობა არ არის, ყოველი მოგზაურობა ხომ სრულდება, ჩვენ კი გზას ვაგრძელებთ. სამყარო იცვლება და ჩვენც მასთან ერთად. გეგმები უჩინარდებიან, ოცნებები ხდებიან. სადაც არ უნდა წახვიდე, შენ მუდამ ჩემთან ხარ, ჩემი იღბალი, ჩემი რწმენა, ჩემი ბედი. შანელი ნომერი 5 შეუცვლელია. სწორედ ასეთ ტექსტს წარმოთქვამს ბრედ პიტი სარეკლამო რგოლში. სხვათა შორის ისაა პირველი მამაკაცი მსახიობი, რომელიც ყველაზე პოპულარული ფრანგული სუნამოს რეკლამაში გამოჩნდა. ბრედამდე ამ საპატიო როლს ნიკოლ კიდმანი, ვანესა პარადი და ოდრი ტოტუ ასრულებდნენ.